დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. შეკრებილები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და კონკრეტულ პასუხს ითხოვდნენ დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანას. კანცელარიასთან მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა კანცელარიის კარისკენ გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიაში შესვლას ითხოვდნენ. სამართალდამცავები კი აქციის მონაწილეებს უხსნიდნენ, რომ შენობაში შესვლის ნებართვას მხოლოდ ორ მშობელს მისცემდნენ, რაზეც მათ უარი განაცხადეს. დიუშენი ესაა უიშვიათესი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების დასუსტებას და ადრეულ ასაკში სიკვდილს. დიაგნოზი 100-მდე ბავშვს აქვს საქართველოში დადასტურებული. მათ ესაჭიროებათ თანამედროვე მედიკამენტები, რომელიც როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე გაყიდვაშია. ესე მოვდივართ, გვიშვებენ შიგნით, განცხადებას გვაწერიებენ, განცხადებასაც კი არავინ არ კითხულობს და ამ განწარებულ დედებს საერთოდ პასუხს არ გვაძლევენ. დღეს მოვითხოვდით ჩვენ პირადად კობახიძესთან შეხვედრას, უკვე თვენახევარი ძალიან დიდი არის ჩვენი შვილებისთვის, ვითხოვდით პრემიერთან შეხვედრას, უკვე მხოლოდ შეხვედრა არა, უნდა ყოფილიყო ქმედითი ნაბიჯები გადადგმული. აუცილებლად უნდა შემოვიდეს ეს მედიკამენტები. ეს მედიკამენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაც შეეხება ფასი არ გვაინტერესებს, არც კი გაგვიბედოს, რომელიმე მთავრობის წარმომადგენელმა გვითხრას, რომ ეს ღირს ძვირი. ჩვენი შვილების სიცოცხლე ძვირი არ ღირს. ჩვენ ბავშვებით გვინდოდა შესვლა შენობაში, იმიტომ რომ ეს ბავშვებს ეხება და ბავშვებს ჭირდებათ პასუხი. და ვინაიდან ბავშვები არ შეუშვეს, შემდგომ აღარ ჩვეულები აღარ შევედით. იმიტომ რომ ესე იგი გამოდის რომ მაინც აზრი არ აქვს, გინდა შედი, გინდა გამოდი, აზრი არ აქვს. თუ კი ბავშვებს არ უშვებენ შენობაში, ესე იგი პასუხიც არ აქვთ და მაშინ შესვლასაც აზრი აღარ ქონდა.